კითხობს უპასუხებს გიორგი ხარებავა, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარის, ახლა ჩვენთან ერთად სტუდიაში იმყოფება. მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რა სიგნალია რუსეთის პრეზიდენტის არ ჩასვლა თურქეთში, მათ შორის დონალდ ტრამპისთვის? არა მარტო პრეზიდენტის არ ჩასვლა, რომ გადავხედოთ რუსეთის ფედერაციის მიერ გაგზავნილ დელეგაციას, იქ არც ერთი მინისტრი მონაწილეობას არ მიიღებს ამ მოლაპარაკებებში, რომელიც საერთოდ საეჭვოა გაიმართება თუ არა, რადგანაც უკრაინის მხრიდან არის მაღალი რანგის დელეგაცია ჩასული, თურქეთში იმყოფება პრეზიდენტი, იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, დაახლოებით 1 საათის წინ შეხვდა ამერიკულ დელეგაციას ანკარაში, რომელიც ასევე იმყოფება ნატოს მინისტრების ფარგლებში. მოკლედ, ყველა მხარეს თურქეთში გაგზავნილი ყავს უმაღლესი წარმომადგენლობის მქონე დიპლომატები. შეერთებული შტატების მხრიდან არის მარკო რუბიო, რომელიც ანკარაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრება. უკრაინის მხრიდან არის საგარეო საქმეთა მინისტრი, პირადად პრეზიდენტია თურქეთში ჩასული. ასეთ რეალობაში რუსეთის მხრიდან გაგზავნილი ეს, ასე ვთქვათ, სასაცილო დელეგაცია, სადაც დელეგაციას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც პარალელურად იკავებს რუსეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის თანამდებობას, ასე ვთქვათ, არ ვიცი რა მანდატი შეიძლება ქონდეს ამ დელეგაციას. ეს თავისუფლად გაგზავნილი სიგნალია იმისა, რომ მოლაპარაკებებს რუსეთი სერიოზულად არ უყურებს. მაშინ ბუნებრივია აქ ჩდება მთავარი კითხვა, საერთოდ რა საჭირო იყო ამ ფორმატის შეთავაზება, წამოწევა ამ ფორმატის რუსეთის მხრიდან, რაზე იყო გათვლა? ეს ჩემი აზრით იყო რეაქცია კიევში 4 სახელმწიფოს ლიდერის ჩასვლის შემდეგ, როდესაც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის ლიდერებთან ერთად ზელენსკიმ შესთავაზა 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, 30 დღიანი ზავი რუსეთს და თანხმობა განაცხადა ამაზე. ამის შემდეგ სწრაფად გაიმართა რუსეთში პუტინის პრესკონფერენცია, რომელსაც ეთყობოდა, რომ იყო ნაჩქარევად გაგეგმილი, იყო რეაქცია უკრაინის შეთავაზებაზე და მოიფიქრეს ეს გარკვეულწილად მსგავსი ფორმატი. ახლა რა არის მხარეების მიზანი კონკრეტულად ამ ფორმატთან დაკავშირებით? უკრაინის მიზანი არის აჩვენოს, რომ მოცემული მომენტისთვის რუსეთი არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის. პუტინის აღქმით და პირადად რუსეთის სამხედრო პოლიტიკური ელიტის აღქმით მათ ბოლომდე არ ამოუწურავთ სამხედრო საშუალებების საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ იმედი იმისა, რომ სამხედრო გზით უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებენ უკრაინაში, მინიმუმ გავლენ იმ 4 რეგიონის საზღვარზე. ყოველ შემთხვევაში ამის სამხედრო ამიზნეს სამხედრო საშუალებებით მიღწევის იმედი ჯერჯერობით რუსეთს არ დაუკარგავს. ასეთ რეალობაში უკრაინის მთავარი მიზანი არის, რომ აჩვენოს რუსეთის არასერიოზული დამოკიდებულება დიპლომატიის მიმართ. თავისუფლად რუსების მიზანი არის, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს პრეზიდენტ ტრამპის კეთილგანწყობა და შექმნას ერთგვარი ილუზია იმისა, რომ რუსეთს შეუძლია მოლაპარაკებებზე დასხდომა უკრაინის მხარესთან და მზაობა დიპლომატიური კუთხით გადაიჭრას აღნიშნული საკითხი. თუ ამით რუსეთი ასევე ცდილობს იმ საერთაშორისო იზოლაციის გარღვევას, რომელშიც რუსეთი მოხდა 2022 წლის აგრესიის შემდეგ. თუ დავაკვირდებით, მაგალითად გასული წლის 9 მაისის აღლუმს მასში მონაწილეობას იღებდა 9 სახელმწიფოს დელეგაცია. ერთი კვირის წინ გამართულ აღლუმში უკვე მონაწილეობას იღებდა 29 სახელმწიფოს დელეგაცია. ასე რომ ამაზე რუსეთი უკვე ტრამპის, ასე ვთქვათ, რბილ დამოკიდებულებაზე ჯერჯერობით რუსეთი ახერხებს კაპიტალიზებას და პუტინის მიზანია, რომ ეს მაქსიმალურად თქვენი აზრით ეს მაინც უკვე რბილი დამოკიდებულება თუ ამ რიტორიკამ ქმედებებმა რაღაცნაირად გადაინაცვლა, უკვე ნენელა არის შემოტრიალების პროცესს ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. შემოტრიალების პროცესს თვალყურს ვადევნებთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე რიტორიკაც შედარებით უფრო ხისტი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მისი ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან, იქნება ეს ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტი თუ სხვა ოფიციალური პირები, მაგრამ ის ჯერაც არ არის იმდენად ხისტი რეალობის შესაბამისად ხისტი. რაში უნდა გამოიხატებოდეს ეს სიხისტე? ჩემი აზრით უკვე აშკარაა, რომ რუსეთს არ სურს მოლაპარაკებებით საკითხის გადაჭრა. რუსეთს უნდა, რომ სამხედრო კუთხით, სამხედრო საშუალებებით მიაღწიოს საკუთარ მიზანს. ეს ცხადია ევროპელებისთვისაც, ცხადია უკრაინისთვისაც, მაგრამ რატომღაც შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ებღაუჭება საკითხის დიპლომატიურად გადაჭრის თემას, იმიტომ რომ ტრამპი ძალიან დიდ და ძალიან ბევრჯერ ტრამპს ძალიან ხშირად უსაუბრია ომის შეჩერებაზე დიპლომატიის კუთხით და ჩემი აზრით ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს გახადოს შესაძლებელი, თუმცა არსებული რეალობის გათვალისწინებით ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან ამ საქმის წარმატებას მიაღწიოს. რაც შეეხება ევროპელებს, თქვენ 4 სახელმწიფოს მეთაური აღნიშნეთ, რა ძალა და რა როლი აქვთ მათ ამ პროცესში?
ევროპული ძალების მხარდაჭერა უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა უშუალოდ სამხედრო კუთხით რომ შევაჯამოთ, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის გარეშე მათ ძალიან გაუჭირდებათ უკრაინისთვის სრულყოფილი დახმარების აღმოჩენა. ყოველ შემთხვევაში არის რაღაც კატეგორია შეიარაღებისა, რომელიც შეერთებული შტატების გარეშე უკრაინაში ძალიან ძნელია რომ მოხდეს, მაგალითად აერსაწინააღმდეგო და ანტისარაკეტო სისტემები. თანამედროვე შეიარაღება, რომელსაც უკრაინა ვერ აწარმოებს და უკრაინა და ვერც ევროპა აწარმოებს და მოდის შეერთებული შტატებიდან შორი მოქმედების რაკეტები, სადაზვერვო და საკომუნიკაციო ინფორმაცია, სადაც შეერთებული შტატების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით შეერთებული შტატების ჩართულობა კრიტიკული იქნება უკრაინისთვის და ჩემი აზრით არ მგონია რომ როდესაც ეს საბოლოო ცხადი გახდება ყველაფერს რომ ამ მომენტისათვის რუსეთის პოლიტიკური ელიტა არ არის მზად დიპლომატიურად გადაჭრას საკითხი, შეერთებული შტატები ბოლომდე ვერ დისტანცირდება ამ კონფლიქტისგან და მას მოუწევს გარკვეული დახმარების შენარჩუნება უკრაინისთვის. ეს თავად ტრამპისთვისაც არის რაღაცნაირად ნომერ პირველი ამოცანა გამომდინარე იქიდან რომ წინა საარჩევნო სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, მთავარი ცენტრალური საკითხი, რაც მან გამოიტანა წინა პლანზე და თქვა რომ ომს დაასრულებდა, მიუხედავად იმისა რომ ომი მან ვერ დაასრულა ასე მცირე დროში, რაც დაანონსად არის დაპირებაც დადო, დიდი ალბათობით მას ბუნებრივია ექნება საკმაოდ მკაცრი მის მიმართ გაიჟღერებს მკაცრი შეფასებები, თუ კი ასეთი შედეგი არ დადგა, ხო? თავად ამერიკაში პირველ რიგში. დიახ, უკრაინის დელეგაციის მიზანიც და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად ჩასვლაც თურქეთში იმის მანიშნებელია, რომ უკრაინა ცდილობს იმაზე, რომ ტრამპის აგრესია, ტრამპის ხისტი დამოკიდებულება მიმართოს რუსეთისაკენ, იმიტომ რომ ტრამპი ცოტა განსხვავებული პოლიტიკოსია, ამაზე ალბათ ყველასთან ხვდება და ეს განსხვავებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ტრამპისთვის პოლიტიკა დიდწილად აღიქმება პერსონალურ საქმედ, პირად ურთიერთობების დონეზე დაიყვანება ეს ტრამპთან იმაზე უფრო მეტი დოზით, ვიდრე სხვა ლიდერებთან მიმართებაში და იმის დემონსტრება უკრაინის მხრიდან, რომ ზელენსკი მზად აისაუბროს და ზელენსკი ჩავიდა თურქეთში, უკრაინის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო წარმომადგენლობა ჩავიდა თურქეთში და ამას რუსეთის მხრიდან მოყვა მესამე ხარისხის მნიშვნელობის პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისა. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთმა რა თქვა ამ პროცესში, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთო 2022 წელს რა მოცემულობაშიც ვიყავით, რა საკითხებსაც განვიხილავდით, სწორედ იქედანო და არ არის იქ საუბარი რამე ახალ ტიპის კომპრომისებზე, პირიქით აქ განიხილება ძველი საკითხი, რაც ბუნებრივია არის უკრაინისთვის მიუღებელი. დიახ, ეს კიდევ ერთი განსხვავება დღის წესრიგებს შორის. უკრაინა აღნიშნულ მოლაპარაკებებში დღის წესრიგში აყენებს 30 დღიან ზავს, უპირობო ზავს. რუსეთი ამაზე თანახმა არ არის და რუსეთი ამბობს, რომ კონფლიქტის ძირეული საფუძვლები უნდა გადაიჭრას. ძირეულ საფუძვლებში რუსეთი გულისხმობს ეგრეთ წოდებულ დენაციფიკაციას, რაც გულისხმობს უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ელიტის გაწმენდას პატრიოტული ელემენტებისგან. ეს მხოლოდ ზელენსკის თანამდებობიდან წასვლა არ არის. ყველა ვინც თვალში არ მოუვათ რუსებს და უკრაინის პატრიოტია, ყველა უნდა წავიდეს ეგრეთ წოდებულ დემილიტარიზაციას, რაც გულისხმობს უკრაინისთვის სამხედრო ინდუსტრიის დემონტაჟს და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ისეთი კვოტების დაწესებას, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უკრაინის დაცვას მომავალი აგრესიების შემთხვევაში. ეს დღის წესრიგი დგას რუსეთის შემთხვევაში. უკრაინის შემთხვევაში დგას დღის წესრიგი, რომელიც 30 დღიან ზავს ითვალისწინებს და არსებულ რეალობაში, როდესაც რუსეთს გონია, რომ მას სამხედრო საშუალებებით შეუძლია საკითხის გადაჭრა, ის 30 დღიან ზავზე მზაობას ჯერჯერობით არ აცხადებს. იმისთვის, რომ მან მზაობა გამოაცხადოს, რუსეთის აღქმით უნდა ამოიწუროს ყველანაირი საშუალება იმისა, რომ სამხედრო აგრესიის გაგრძელებას ჰქონდეს აზრი. ამ მომენტამდე ჯერჯერობით არ მივსულვართ. გიორგი, ჩვენ ვახსენეთ, ევროპული ქვეყნები მათი ძალისხმევა ნაწილობრივ, თუმცა მაინც მინდა გამოვყო გერმანიის ახალი მთავრობა და ფრიდრიხ მერცი, რა როლი შეიძლება მან ითამაშოს ამ პროცესში? რას უნდა ველოდოთ? ფრიდრიხ მერცი საკმაოდ ძლიერი ლიდერია, მან ეს დაადასტურა კიდეც სულ რამდენიმე კვირა თუ რამდენიმე დღეა, რაც გერმანიის მთავრობას ხელმძღვანელობს, ძალიან აქტიურია საგარეო პოლიტიკაში, რაც თავარია ის არის მტკიცე, მხარდამჭერი ატლანტიკური ურთიერთობისა, საერთო ენაც გამონახა, როგორც ხვდები უკვე დონალდ ტრამპთანა, ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი შედგა მათ შორის და რაც თავარია, გუშინ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია აშენებს ევროპაში შექმნის ყველაზე ძლიერ არმიას, რისი პოტენციალის გერმანიას ცხადია აქვს, ის ყველაზე დიდი ეკონომიკაა ევროპაში, ევროპის კავშირში მისი მოსახლეობა
ყველაზე დიდია. ასევე არის გარკვეული საკითხები, რაზეც მერცი, ასე ვთქვათ, რევოლუციურია გერმანიის პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, იგივე ბირთვულ ენერგიაზეა საუბარი, რომელიც გერმანიაში ძალიან არაპოპულარულია და მათ შორის ალბათ არაპოპულარულია დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის სპეცსამსახურების ჩარევის გამო. მერცი საუბრობს იმაზე, რომ ეს ატომური ელექტროსადგურები, რომლის დემონტაჟიც მოხდა გერმანიაში, თავიდან უნდა გაიხსნას, რაც გერმანიის ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია, ასე ვთქვათ. მოკლედ, ძალიან აქტიურად დაიწყო მერცმა და სხვა დაგვრჩენია წარმატებები უსურვოთ სამოვალფრედ. და ამ პროცესში შემოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საქართველოს, რატომ არის ეს საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის, რომ უკრაინამ ამ პროცესში გაიმარჯვოს დამაჯერებლად, ეს რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის? პირველი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უკრაინა ებრძვის ჩვენს მტერს. საერთო მტერი ყვავს ჩვენ და უკრაინას, ასე რომ არა მარტო უკრაინაში, რუსეთის მარცხს პატრიოტმა ქართველებმა უნდა უგულშემატკივროთ მსოფლიოს ყველა წერტილში. მნიშვნელობა არ აქვს ეს უკრაინა იქნება, სირია, აფრიკის კონტინენტი, ანტარქტიდა თუ რაიმე სხვა. რუსეთის დასუსტება ჩვენთვის ხსნის შესაძლებლობის ფანჯარას. რუსეთის დასუსტება მიანიშნები გამოიწვევს იმას, რომ ჩვენთვის ნაკლები დრო დარჩება რუსეთს, სერიოზული პრობლემები თუ ექნება მას მისახედი საკუთარ საგარეო პოლიტიკაში, საშინაო პოლიტიკაში, თუ რუსეთში კრიზისი დაიწყება, ეს ჩვენთვის ხსნეს გარკვეულ ფანჯარას. ჩვენს ბოლო 100 წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოს წარმატებას მიაღწია მაშინ, როდესაც რუსეთი იყო ყველაზე სუსტი. 1918 წელს რუსეთის პირველ მსოფლიო ომში მარცხის შედეგად საქართველოს მოახერხა დამოუკიდებლობის მოპოვება. ცივი ომის დროს რუსეთის მარცხის შედეგად და რუსეთში დაწყებული ეკონომიკური და სერიოზული კრიზისის შედეგად საქართველოს მოახერხა დამოუკიდებლობის აღდგენა. ასე რომ რუსეთის მარცხი საქართველოსთვის ყოველთვის ხსნეს შესაძლებლობის ფანჯარას. უბრალოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ. სხვა შემთხვევაში აზრი არ ექნება. და ამ პროცესში სად არის ქართული ოცნება, რას ასხივებს ის ფაქტია, რომ მხარს არ უჭერს უკრაინის ხელისუფლებას ომში მყოფ ქვეყანას. პირიქით ჩვენ ვნახეთ ირაკლი კობახიძის ანტიამერიკული, ანტიეროვნული განცხადება, რას ნიშნავდა ეს თქვენი აზრით, როგორ უნდა წავიკითხოთ და როგორ უნდა გავიგოთ. საერთოდ ეს რა ტიპის ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც არის ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფო? ოცნების ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ყველა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან გააუარესა ურთიერთობები. ამის პარალელურად ვხედავთ ტენდენციას, რომ ქართული ოცნების პოზიციები ძალიან ბევრ საერთაშორისო პოლიტიკურ პოზიციებთან დაკავშირებით უახლოვდება რუსეთის პოზიციებს, რაც საქართველოსთვის არის საგანგაშო. არ ვიცი, შეიძლება კონსპირაციის თეორია დაარქვას ამას, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში ალბათ ნაკლებად იქნება შთაბეჭდილება, რომ ოცნების ხელისუფლება დირექტივებს იღებს რუსეთის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან და ამის მიხედვით მოქმედებს. ყველაზე მინიმუმ რომ ვთქვათ, რომ ეს ასე არ არის, პირობითად რომ შევიდეთ ამ მსჯელობაში, მაშინ ჩანს, რომ ოცნების ერთადერთი ამოცანა არის საკუთარი ხელისუფლების მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნება და ამ საქმეში საკადატეხავს ამას წელში ჩვენ ნახეთ მეგობარი აქტი მიიღეს, თუმცა ეს პროცესი გრძელდება და სწორედ ამ დოკუმენტის წინააღმდეგ საპასუხო განცხადება გაავრცელა გუშინ ქართული ოცნების პარლამენტის შემადგენლობამ, სადაც ეს განცხადება არის სავსე დეზინფორმაციით, კონსპირაციული თეორიებით, deep state-ია მრავალჯერ ნახსენები და ასე შემდეგ. ეს მეგობარი აქტი ერთი კარგი ინდიკატორია, ჩემი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში არ გამოჩნდა ერთი ისეთი ადამიანიც კი, რომელიც ოცნებას და ივანიშვილის რეჟიმს დაიცავდა. 300-ზე მეტმა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი თვალსაჩინო ზუსტების სხვა. ორპარტიული მხარდაჭერა. 342 მხარდამჭერი იყო თუ არ ვცდები. ეს იმას ნიშნავს, რომ ოცნების ხელისუფლებას შეერთებულ შტატებში ურთიერთობები აქვს გაფუჭებული ყველასთან და ეს არის დაღმავალი სპირალი. აქედან ამას თუ მოყვება, პასუხად მოყვება უფრო მეტი ესკალაცია, უფრო მეტად გაიზრდება უკმაყოფილება ოცნების ხელისუფლების მიმართ და ეს რასაც ხედავთ, შეიძლება ერთგვარ ბავშვურ თამაშადაც მოგვეჩვენოს იმასთან შედარებით შეიძლება ამან გამოიწვიოს კობახეთის დამშვიდობებას, რომ ჩვენ აღარ დაგვჭა არაფერი ურთიერთობისთვის, პირიქით რაღაცნაირად იქეთ უყენებს ულტიმატუმს, თუმცა დიდი ალბათობით ალბათ ამ წერილსაც არ ექნება არნაირი განვრცობა, საპასუხო ნაბიჯი და ასე შემდეგ. არა, კობახიძის წერილი თავიდან ბოლომდე იყო შიდა აუდიტორიასთვის განკუთვნილი. ეს ღია წერილებით არ ხდება კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. საკმაოდ ერთ სასაცილო გამოხმაურებაც მოყვა ამ
მოწერილს ცნობილმა კიმბერლი რომელიც ალბათ მხოლოდ საქართველოშია ცნობილი და ამერიკაში კაცი შულმა არ იცის მის სახელი თქვა რომ ის უზრუნველყოფს იმას რომ ეს წერილი შესაბამის კაბინეტებში მოხდეს ღია წერილებს არ სჭირდებათ შესაბამის კაბინეტებამდე მიტანა ღია წერილი ამისთვის არ არის თუ კიმბერლოს ჰქონდა იმის საშუალება რომ ვიღაცების კაბინეტში მისულიყო და კვებახიძეს მესიჯები გადაეცა ეს დახურულ კარტს მიღმა მოხდებოდა მსგავსი კომუნიკაცია ჩანს რომ ოცნებამ ჯერჯერობით ვერანაირი გარღვევა ვერ მოახდინა იმ იზოლაციისა რომელშიც ის არის მოქცეული ბოლო მინიმუმ 1 წლის განმავლობაში. გიორგი, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. პირდაპირ ეთერში ჩვენს კითხვებს პასუხობდა ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიორგი ხარება.